აი უკვე ნელ-ნელა ვაცილებთ ხის გველის წელიწადს და ჩვენს განდეგილს 2025 წელს ვუთხარით მადლობა ყველაფრისთვის რაც იყო და გავუშვით მოდელიერებით და რას ვაკეთებთ ვემზადებით 2026 წლისთვის რომელიც იქნება ორმფარველი ენერგიის ქვეშ ისევ და რა იქნება ეს იქნება ჩვენი უსაყვარლესი ტაროს სისტემის მიხედვით ველის ბორბალი Wheel of Fortune ხოლო ჩინური ზოდიაქოს აღმოსავლური კალენდარის მიხედვით ეს იქნება ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი. მინდა მნიშვნელოვან ასპექტებს გავუსვა ხაზი, მხოლოდ მნიშვნელოვან ასპექტებს 2026 წელი რითი იქნება განსაკუთრებული. ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდი იქნება კაცობრიობისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის იმუშავებს ინდივიდუალურად 2026 წლის ენერგიები. რა უნდა გავითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა, რა არის მნიშვნელოვანი? რაც შეეხება თვითონ ცეცხლოვან ცხენს, ცეცხლის სტიქია ამ წელიწადს მისცემს განსაკუთრებულ ელფერს, განსაკუთრებულ ენერგიას. ზოგადად ცხენი არის აქტიური ცხოველი, რომელსაც უყვარს ჯოგში ცხოვრება, საკმაოდ რთული არის მისი დამორჩილება, მაგრამ ადამიანმა ეს შეძლო. ამიტომაც თუ გამოვიყენებთ ჩვენ გონიერებას, ჩვენს შეძლებთ რომ ამ წელიწადის ენერგიები გადმოვიყვანოთ, ვეცადოთ გადმოყვანას ჩვენზე და მოვარგოთ. მოვახდინოთ ლავირება, ესე რომ ვთქვათ. ასევე 2026 წელიწადი იქნება კარმული წელიწადი, იმიტომ რომ სამყაროს მექანიზმი, სამყაროს პრინციპები იქნება ამოქმედებული. ეს იქნება საოცრად ცეცხლოვან ცხენთან ერთად და ბედის ბორბალი, ეს იქნება დინამიური ენერგია, როდესაც თითოეულ სიტყვას და ფიქრს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც თითოეული ჩვენი სიტყვები იქნება ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ ახდება ჩვენს გეგმებს, ჩვენს დასახულ მიზნებს. კარმული წელიწადი იმით იქნება, რომ რაც გაქვთ შესასრულებელი, იქნება ეს შეხვედრების სახით, იქნება ეს ადამიანების სახით, ის რაც გქონდა თქვენ ცხოვრებაში გადადებული, აუცილებლად 2026 წელს თქვენ ამას შეეჩეხებით. უნდა გადაჭრათ ყველა პრობლემა, უნდა გადაჭრათ ყველა საკითხი, იქნება ეს ეგზისტენციალური კრიზისიდან დაწყებული, თქვენ რაღაც მატერიალურ პრობლემამდე დასრულებული. ასევე ურთიერთობები, რომლებიც 2026 წელს დაინგრევა და პირიქით დაიწყება, იცოდეთ რომ 2026 წელს ძალიან ბევრი მონათესავე სული იპოვის ერთმანეთს პირველ რიგში. არ დაგავიწყდეთ ასევე ბალანსირება ენერგიების. იმიტომ რომ თუ გასცემთ, უნდა უკანვე მიიღოთ. თუ მიიღებთ, უნდა გასცეთ. რადგანაც ამ ბალანსზე დგას თავად სამყარო. ტრადიციები, პატრიოტიზმი, კოსმოპოლიტიზმი, სიყვარული, ტრადიციების სამშობლოსი, ეთნო მუსიკის მოსმენა, აი ესეთი, რაც ეთნოს შეეხება, რაც ტრადიცია შეეხება, რაც კაცობრიობის დასაბამიდან იყო, რაც ჩვენთვის ახლობელია, რაც ჩვენთვის საინტერესოა. ეს ყველაფერი წინა პლანზე წაიწევს. მსოფლიოს მასშტაბით იქნება ასევე ტექნოლოგიური პროგრესი, აღმოჩენები, სულიერება, ეზოთერია, მაგიასთან უფრო მჭიდრო კავშირი გნებავთ, არ გნებავთ, ესე იქნება. ნათელი მხარე, ბნელი მხარე, ჩვენი ნათელის და ბნელი მხარის გაანალიზირება, დაფიქრება, გვინდა არ გვინდა, ჩვენ სამყარო 2026 წელს შეგვაჩეხებს და შეგვაჯახებს საკუთარ თავთან და ჩვენს უმაღლეს მესთან. პირველ რიგში დასამუშავებელი თემები, რაც გაქვთ ამას მიხედვით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დანებება, არ შეიძლება გაჩერება 2026 წელს. ვისთვის იქნება კონკრეტულად ეს წელიწადი ბედნიერი? ყველასთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გამოიყენებს შანსს, იმიტომ რომ ეს არის ბედის ბორბალი, ეს არის ფორტუნა. მიყევით თქვენ შინაგან ხმას, მიყევით თქვენს ინტუიციას. ეს წელიწადი არ იქნება მენტალური კონტროლის. ვინც მენტალურ კონტროლს უკუაგდებს, ვინც საკუთარ შინაგან ხმას დაუჯერებს, ვინც სამყაროს დინებას მიყვება, ის ბევრად მოიგებს 2026 წელს. იმიტომ რომ ეს წელიწადი იქნება ქმედების და გეგმარების, მაგრამ ასევე იცოდეთ, რომ 100%-ით ყველაფერი თქვენზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ სამყაროს მექანიზმზეც. თქვენ უნდა გაიაზროთ, სად იქნება საჭირო
დანებებას, სად იქნება საჭირო მინდობა, ნდობა, თქვენი უმაღლესი მეს, რწმენა, თვითრწმენა. გესმით? რა თქმა უნდა, რისკებთანაც იქნება დაკავშირებული ეს წელიწადი, იმიტომ რომ ბალანსირება იქნება საჭირო, რომ არ გადავარდეთ რადიკალიზმში. გესმით? იმიტომ რომ ბევრად ესეთი ენერგია იქნება ქაოსური, რომელთანაც შესაძლებელია ცოტათი გაგვიჭირდეს დასაწყისში თავის მობმა და თავის შეკავება. ეს არის ინტუიციის წელიწადი. ეს არის, როდესაც მიენდეთ ფორტუნას. ზოგჯერ საჭირო იქნება გარისკეთ იმისათვის, რომ მიიღოთ შედეგი. ეს იქნება სწრაფი წელიწადი, სადაც თქვენ მიიღებთ შედეგს, სადაც თქვენ მიიღებთ ბუმერანგს. კარგს დათესავთ, კარგს მიიღებთ, ცუდს მიიღებთ, ცუდს დათესავთ, ცუდს მიიღებთ. სწრაფად, ეს დანებების დრო ხო არ არის. სწრაფი წელიწადი იქნება. ეს არ იქნება როგორც განდეგილი იყო ნელი ჩაღრმავების. ეს იქნება ამოსვლის შინაგანი სამყაროდან, რა თქმა უნდა, შინაგანი სამყაროდან ამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიყურებით ჩვენ შიგნით, მაგრამ ჩვენ ურთიერთობას ვიწყებთ საზოგადოებასთან, ჩვენ ურთიერთობას ვიწყებთ სამყაროსთან, სამყაროს ენერგიებთან, გესმით? უმთავრესი პრინციპები არის ეს. გახსოვდეთ, რასაც დასთეს, იმას მოიმკით. კარმული წელიწადია. რაც მთავარია, გჯეროდეთ, რაც მთავარია, რწმენით იყავით და 2026 წელიწადი იქნება თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო. ხო იცით, მე მჯერა თქვენი დიდი ბედნიერებით შევეგებოთ, სიხარულით და დააკვირდით 31 დეკემბერს 12 საათზე. რა სურვილსაც თქვენ ჩაუთქვამთ, 99% მთელი წელიწადის განმავლობაში წელიწადის ენერგია მოგცემთ თქვენ საშუალებას, თუ რა თქმა უნდა ეს ოცნება თქვენთვის ასიკეთოა, რომ მიაღწიოთ. წლის ბოლომდე ამას მიაღწევთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და წლის ბოლომდე ნახავთ, რომ ეს ოცნება ახდა. ბედნიერი 2026 წელი ყოფილიყოს ჩვენთვის და სრულად სამყაროსთვის. დიდი აღმოჩენების, დიდი წინსვლის პერიოდი გველოდება. მოვემზადოთ კარგად, ჯერ კიდე დრო გვაქვს. ბედნიერი 2026 წელი, მომავალ შეხვედრამდე.